დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად უპრეცედენტო რაოდენობის თანხა 1,5 ლარი შეგროვდა. შემოსულია 1,563,197 ლარი. დასაკრულია მქონდა იმედი, რომ დარეკავდა მაყურებელი, იმიტომ რომ რაღაცნაირად ეს ქველმოქმედების თემა ყოველთვის არის მიბმული ამ ტელეკომპანიასთან იმედთან, მაგრამ ის რაც მოხდა უკვე რაღაც მომენტიდან უკვე მივხვდი, რომ რაღაც მართლა ძალიან დიდ ერთ სოლიდარობასთან გვაქვს საქმე. ტრაგედიის ღამეს დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებს დაეხმარნენ ისინიც, ვინც თავად საჭიროებენ დახმარებას. ნიკუშა ნატროშულმა, რომლის მხარდასაჭერადაც იმედის ეთერში საზოგადოება ერთხელ უკვე გაერთიანდა, საკუთარი სახსრებით 1000 ლარი გაიღო. მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ იმ დაზარალებულ ადამიანებში და თუნდაც იმ დაღუპულებში არიან ისინი, ვინც ნიკას თანხა გადაურიცხა და ჩვენ სხვანაირად ნამდვილად ვერაფრით ვერ გავჩერდებოდით ვერც მე და ვერც ჩემი შვილები. თითოეული ქართველის და თითოეული უკრაინელის სახელით მინდა მიუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს. საქველმოქმედო მარათონში გაერთიანდნენ ქართველი ემიგრანტებიც უკრაინიდან, ისრაელიდან, შეერთებული შტატებიდან სამშობლოში გაჭირვებულების დასახმარებლად მნიშვნელოვანი თანხა გადმოერიცხა. 100,000 ლარით დაეხმარა დაზარალებულებს საქართველოს საპატრიარქო. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ შეძრების დაგვარად რაღაც დახმარება გაუწიოთ გაჭირვებულებს. ამავე რაოდენობის თანხა ჩარიცხა ანგარიშზე ნათელა პატარკაციშვილმა. ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი დაზარალებულთა დასახმარებლად 100,000 რიცხავს. მადლობა ყველას. რიგითი მოქალაქეების სოლიდარობას ბიზნესმენები და კერძო კომპანიებიც შეუერთდნენ. ყველაზე დიდი თანხა 500,000 ლარი საქველმოქმედო მარათონის დროს ჯორჯიან მანგანეზმა გადარიცხა. ჩვენ ვარაუდობთ 3-4 საცხოვრებელ ბინას და 1,5 მილიონი და გსურს კიდე მოვახმაროთ თბილისის ინფრასტრუქტურულ აღდგენას. ვისაც ფული არ ქონდა საქველმოქმედო მარათონს სხვა სახით შეუერთდა. მხატვრებმა გადაცემას საკუთარი ნამუშევრები გადასცეს. სატელეფონო ზარებითა და საბანკო გადარიცხვებით შემოსული 1,5 ლარი მთლიანად მერიის სპეციალურ ანგარიშზე გადაერიცხება.